2 თვეა გამოვაკლდით, 3 თვეა გამოვაკლდით ქვეყანაში პროცესებს და ისეთი დომხალია, ვინ ვის ურტყავს, ვინ რას აკეთებს. აი მოდი რაზე შევთანხმდეთ, იცი? მოდი რა, აი ძალადობას რო არავინ არ გმობს. მოდი გაირკვა. ანუ ნახე რა ხდებოდა რაღაცნაირად თითქოს საზოგადოება შეთანხმებული იყო, რომ ეს ალტინფო ძალადობს. ესენი არიან მოძალადეები და აი ეს პრობლემა რომ განეიტრალდესო, ძალადობის პრობლემა ამ ქვეყანაში აღმოფხვრება. ეგრე იყო დაყენებული ლამის ყველა მხარის პროპაგანდის მიერ. თან მათ შორის აი ქოცების პროპაგანდაც რას იცახდა, იცი? პრორუსები ესენი არიან და ჩვენ აი ამათ დავასუსტეთო და 2%-მდე დავუყო. და არა მარტო აი ჩვენ პირველი ვიყავით არადიპლომატიური ხალხი და მეორე მოძალადე ხალხი და 2 თვე გამორთეთ ტელევიზია და ვიღაცებმა აი Mortal Kombat-ში ფატალიტებით გათიშეს ერთმანეთი. ამერიკამ და ევროპამ ესენი როგორ პრორუსებად გამოაცხადა, იცი აი რაღაცა სანქცია, როგორც ლავროვი და პუტინი ნერნაკურად სტარონკე ეგეთ პრორუსებად გამოაცხადეს ესენი რა და ზოგადად არავინ რო ძალადობას არ ქმობს, ეგ როგორ გაირკვა, იცი აი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაწიხლეს. დღეს პრემიერ-მინისტრი მანამდე ვიღაცები შეუვარდა რაღაც მოკლედ ყველაზე არაძალადობრივი ჯგუფი მე მგონი ჩვენ ამას პოლიტიკაში რა სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ რავი აი ერთხელ რაღაცა მიტინგი ჩავატარეთ რომელზეც მიტინგის რიგით წარმომადგენლებსა და მედია საშუალებებს შორის მოხდა ჩხუბები აი ალტინფო მოძალადე ჯგუფია რომ ამბობენ ეგ არის ჩვენ ამბავში რა რიგით პროტესტანტსა და ჟურნალისტებს შორის ჩხუბები მოხდა ეგ არის ჩვენზე და აქ რა არის აი ვიღაცები ერთმანეთს პადიესში დაახტნენ რაღაც არმატურა ურტყეს თავში პრემიერ-მინისტრი ყოფილი ცემეს ესენი მათ მიუვარდნენ ვიღაც გამოვარდა ის ჯაფარიძე იარაღი ისროლა მე თქვენ არ დაგნებდებით მე ამათმა იარაღი წაართვეს მე ამან თქვა რომ ეგ ჯანდაბაშიც გზა გქონიათ ეგ იარაღი მეორე მაქვს ტარების უფლება არ მაქვს მაგრამ მაინც რა ხდება ამ ქვეყანაში ვაფშე ხო ანუ ჩვენ სინამდვილეში როგორ ალტინფო გმობს ძალადობას რაღაცა ტექსტი უნდა საერთოდ ეგრე დაუბრუნდით რა როგორ დაუბრუნდით ახლა ჩვენ რომ არც იღი განიხილებოდა რა რაღაც ნაბახუსევზე ახალი წლის დღეებში გამოვიდა დახოცეს ამათმა ერთმანეთს მე მგონი უნდა დაუბრუნდეთ დახოცეს ერთმანეთს ამ ქალაქ შერიფი ჭირდება ხო იცი